მოგესალმებით, ხალხო, მოგესალმებით. 31 დეკემბერია წელი სრულდება და მე ვფიქრობ, ინტერესმოკლებული არ იქნება სწორედ აი ამ დეკემბრის თვეებში მიმდინარე მოვლენებზე ვესაუბროთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი რბილად რო ვთქვათ, არ ჩანდნენ ადრე და მათ ამახარებს და ვფიქრობ, საინტერესო სიურპრიზი იქნება ჩვენი ახისთვის ბატონი კახა ხაზარაძე. დავით ანხმედა ჩვენი სტუმარი გახდა. მართლა გენიალური და გრანდიოზული მსვლელობები იყო კახა ბატონო ამ ბოლო თვეს და აი სწორედ მაშინ, ეს საერთოდ ცნობილი ფაქტია, ხელისუფლებას ყოველთვის გონია, რომ ყველა ყავს დამონებული და უცბად იფეთქეთ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა. ეს იყო აი ძალიან დიდი და გრანდიოზული გარღვევა. თუ კი საერთოდ აი სახელმწიფოში არსებობენ შემოქმედი ადამიანები, სწორედ ბიზნესში არიან და მე მახარებს გულწრფელად გეუბნებით კახა ბატონო, რომ თქვენ გადადგით ისეთი ნაბიჯი და უკვე 2500 ესე თქვათ ორგანიზაცია დაგიდგათ გვერდით. ეს ძალიან დიდი ის არის გამოწვევა თავად ხელისუფლებისთვის, ამ რეჟიმისთვის და საერთოდ საქართველოში ბოლოს და ბოლოს მკვიდრდება ის, რაც უნდა იყოს მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ბიზნესი. საქართველოს ეკონომიკას უნდა მართავდეს ბიზნესი და არა ჩინოვნიკები და მით უმეტეს ხელისუფლება და მე გისმენდით თქვენ თუ არ ვწდებით დღეს ბრძანეთ დილას თუ გუშინ იყო არ მახსოვს, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ვემსახურებოდეთ ხელისუფლებას, ხელისუფლება უნდა ბიზნესს ემსახურებოდეს და დიდი მადლობა აი ამ სიტყვებისთვის. დამეჯერეთ თუ კი სადმე მართა აი ემსახურება ბიზნეს ხელისუფლებას ამერიკაში, ევროპაში ცივილიზებული ქვეყანა მიხვდა ამასა, რომ ბიზნეს ხელშეწყობა უნდა ბიზნესში შესაბამისად ამ პროდუქციის რეალიზაციით რასაც ეწევიან მოძრაობაში შედის ქვეყანა. და აი ამ მოძრაობის შედეგი არის დემოკრატიზაცია. დემოკრატიული ქვეყნები არსებობენ და საუბედუროდ ჩვენ ამ პირუკუ პროცესი ხდება. აი ახშობენ ყველაფერს, რომ დემოკრატია კი არა ავტოკრატია უნდა იყოს და თქვენი მხრიდან დიდი სიმამაცე არის გამოვლენილი აი 2400 თუ 500 არის და დარწმუნებული ვარ 3000-საც მალე გადაცდება. მახარებს რომ ესეთი ადამიანი ხართ, მახარებს რომ აი მართლა ჯანსაღი და უშიშარი ბიზნესი გამოჩნდა და წარმოჩინდა და დიდი მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმარი. მოდით აი შევაფასოთ ეს წელი რა იყო, გარდატეხი წელი იყო. აი ეს მე ვფიქრობ რომ აი მართლა აი გამოიტყორცნა ისეთი ძალები ახალგაზრდობაშიც, სხვა შორის პროფესიულად ორიენტირებულ ახალგაზრდებშიც და საშუალო ასაკისა და გამოჩნდით თქვენ ბიზნესი, თავისუფალი ბიზნესი ხარ და მე მგონი ეს დიდი ბედნიერებაა რომ არ ეყუდნით არავის. მოდით აი თქვენეული შეფასება სრულდება ეს წელი, მე ვფიქრობ რომ აი თუნდაც ეს ნოვაცია რომ ტრადიცია არის, არც ერთი ფოთოლი არ ცვივა რუსთაველზე და მთელი ქართული საზოგადოება სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იკრიბებიან და ითხოვენ ხელისუფლებისგან მარტივ რაღაცას, იცით, აი მარტივს იყოს კანონიერად არჩეული პარლამენტი, იყოს არაძალადობრივი სივრცე და იყოს პროგრესი. მოდით აი ამ თემით დავიწყოთ და თქვენი აზრი როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი, თუნდაც იანვარი, თუნდაც თებერვალი. მადლობა რომ ჩემი სტუმარი ვზანდებით. მოგესალმებით ბატონ დავით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. გეთანხმებით რომ საკმაოდ რთული გამოწვევა ქვეყანაში. აქტიურად რაც შეეხება იმ 2400 კომპანიას, რომელმაც თავისუფალი ბიზნესის ნაწილში მათ შორის მეც ვარ გაერთიანებული. ერთ-ერთი დავინახეთ, რომ ქვეყანაში ფაქტიურად კრიზისია. ეს კრიზისი შეიძლება ეკონომიურ კრიზისში გადავიდეს და საინტერესოა რომ ხაზს გაუსმევ, რომ ეს კრიზისი არ არის გამოწვეული გარო ფაქტორების გამო, იმიტომ რომ აქამდე რა კრიზისი საქართველოს გქონია და დამდგარა იყო გარე ფაქტორების გამო. ანუ კრიზისი არის გამოწვეული კონკრეტულად შიდა ფაქტორების გამო. და რა არის ეს კრიზისი და ძირითადი მიზეზი ამ კრიზისის არის რომ მოსახლეობასა და მთავრობას შორის ესე თქვათ გაჩნდა უნდობლობა. ანუ ლეგიტიმაცია დაკარგა მთავრობამ და ფაქტიურად ეს მოხდა არჩევნების შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს დაიწყო, მე ვთვლი რომ ეს დაიწყო აპრილის მერე, როდესაც ესე თქვათ შემოაბრუნეს რუსული კანონი. ყვალაღებული კანონი, რუსული რა ჯანდაბათ უნდათ, აბა. ანუ ეგ იყო დასაწყისი, პიკი იყო
ესე თქვათ, არჩევნები, მე როგორც ბიზნესის წარმომადგენელი არ შევაფასებ და არ ვისაუბრებ ხა გაყავთ და არ გაყავთ და იმიტომ რომ ეგ არ არის ჩემი პრეროგატივა როგორც ბიზნესმენის, როგორც მოქალაქის, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი შეფასება, მაგრამ მე ვთვლი რომ იქიდან გამომდინარე რომ ლეგიტიმაცია ვერ მიიღო მთავრობამ, ქვეყანა შევიდა კრიზისში. ამიტომაც ბიზნესმა დავინახეთ რომ ეკონომიკა საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია და ერთადერთი რომ ესე თქვათ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა ჩვენ მოვითხოვეთ და ორი მოთხოვნის ქვეშ გავერთიანდით, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით რომ ის 500 ახალგაზრდა რომელიც ძირითადი ნაწილი ალბათ უკვე გამოუშვეს, მაგრამ ის ნაწილი რომელიც დატოვებული ყავდა სისხლის სამართლის საქმეები აღზრდის დაახლოებით 38-39 ადამიანია, მე ვთვლი რომ ესე თქვათ ესეც პოლიტიკური მიზნით არის და ყოველ შემთხვევაში ჩვენ თუ ვამბობთ რომ იმ ახალგაზრდებმა შეიძლება რაღაც გადამეტება ჰქონდათ, გადამეტებები ჩვენ ევროპაში შეგვიძლია ვნახოთ, როდესაც ქალაქებში მაღაზიები და მანქანები იწვის და რაღაც და აქ ერთი შუშაც არ გაბზარულა და ამიტომაც მაგ ყველაზე დიდი უსამართლობა იყო რომ ეს ახალგაზრდები იქნეს უზომოდ ნაცემი, არა მარტო ახალგაზრდები, ასევე ჟურნალისტები და არც ერთი საქმე არ იქნა გამოძიებული. ამიტომაც ჩვენ ვთქვით რომ სიტუაცია რო განიმუხტოს, პირველ რიგში ეს ადამიანები ყველა უნდა იქნეს განთავისუფლებული და მეორე როგორ შეიძლება მთავრობამ აღადგინონ ნდობა მოსახლეობასთან. დანიშნო ახალი არჩევნები. ეს იყო ორი ესე რომელსაც მე პოლიტიკურად მოინათლა, სულ ამბობენ რომ ერთ-ერთ გამოსვლაში ბატონმა კობახიძემ აღნიშნა რომ როგორც ჩვენ არ უნდა გადავიდეთო ბიზნესის ნაწილში არის ბიზნესი არ უნდა შემოვიდოსო პოლიტიკაშიო. მე ჩემ თავს დავუსვი რამოდენიმე შეკითხვა რა. როდესაც კონსტიტუციიდან გადის მთავრობა და ჩემთვის კონსტიტუციიდან გასვლა არის, როდესაც 78 მუხს არღვევ და 3 წლით მთავრობა აპაუზებ ევროინტეგრაციას. როდესაც იჭერდა უმოწყალოდ და უსამართლოდ ცემ ახალგაზრდებს და ჟურნალისტებს და არც ერთ საქმეს არ გამოიძიებ. როდესაც მთავრობის ნაწილი ძალოვანი მოხელეების არის დასანქცირებული და დაემატა პარტიის თავმჯდომარის რა. თუ ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, ბიზნეს არ ეხება, მაშინ ამიხსენით ეკონომიკა როგორ უნდა ვმართოთ და ამიტომაც რაღაც ნაწილში ბიზნესი ბმაშია პოლიტიკაში თუ ეკონომიკასთან არის კავშირში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვქმნით დოვლათს, ნიშნავს, რომ გვინდა არ გვინდა პოლიტიკის ნაწილი ვართ. მე ვთქვი, რომ 30 წლის განმავლობაში 30 წლის განმავლობაში ისე ხდებოდა, რომ ბიზნესი ემსახურებოდა მთავრობას და მე ვთქვი, რომ ეს არის ის წყალგამყოფი, სადაც არა მთავრობა და ვარქვათ ამერიკაში მას ადმინისტრაციას ეძახიან, ადმინისტრაცია უნდა გახდეს ბიზნესის მსახური და იმედია მივალთ მაგამ თუ ვერ მივალთ, ჩვენ გაგვიჭირდება ამ ქვეყნის მომავლის აშენება და მაგაზე იყო ძირითადად რაზეც მე ვსაუბრობდი. და მეორე ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ბატონ დავით, რომ ჩვენ თვითქმარი ქვეყანა არა ვართ, იცით რომ 1/3 გვაქვს ექსპორტი და 2/3 იმპორტი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ 30 წლის განმავლობაში ქვეყანა თუ ვითარდება, ეს 80% ამ თანხები შემოდის ევროპული და ამერიკული ფინანსური კორპორაციებიდან რა. როდესაც ამ ქვეყნებთან დიპლომატიურ ყველა ურთიერთობას წყვიტავ. ფაქტიურად ვეღარ ელაპარაკები, ყველა კარებს კეტავ და ჩვენ შეკითხვას ვსვავთ რომ კი, მაგრამ როგორ ვაპირებთ თვალე ცხოვრებას და ჩვენ ვერ ვისმენთ ვერანაირ ეკონომიურ დასაბუთებას. თუ ხვალე სად უნდა ვიყოთ? სად უნდა ვიყოთ? მე გეტყვით ესე თუ გაგრძელდა და სამთვეში მაქსიმუმ სამთვეში ჩვენ ეკონომიკა აღარ გვექნება. ეკონომიკა აღარ გვექნება, ლარს ვერ დავითვლით საწავა რა. დღეს თუ 3-ია, შეიძლება 5 და 6 გახდეს. ეს დაიწყება ახალი წლის მერე. თუ სასწრაფოდ მთავრობა, ამიტომ თუ ეს მოხდა რა, პასუხისმგებელი ყოველთვის არის მთავრობა. მე არავის არ ვახსენებ პოლიტიკურ პარტიებს, იმიტომ რომ ბიზნესის საქმე არ არის პოლიტიკური პარტიებზე საუბარი. დღეს მე ვინ არის მთავრობაში, რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს, ნაკლებად მაინტერესებს. ფაქტია, რომ მთავრობამ დღეს კრიზისში შეიყვანა ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ქვეყანას მოაბრუნებს სწორ გზაზე, ეს არის არჩევნები. თუ ვინმე ხედავს სხვა გამოსავალს, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა რომ მოგვესმინა, თუ სხვა გამოსავალი
რამდენად ქვეყნის ეკონომიკა შეინარჩუნებს და ამ ნდობას აღადგენს, რომელიც დღეს მოსახლეობასა და მთავრობას შორის არ არსებობს. მოსახლეობა შუაზეა გახლეჩილი, მოხდა ერთი ნაწილის მეორე მხარეზე დაპირისპირება, ანუ გაუგებარი ჩემთვის კი გასაგები, მაგრამ მოსახლეობისთვის გაუგებარი მიზეზების გამო მაგ სიღრმეებში არ შევალ და ძალიან გთხოვთ, რომ ჩვენი საუბრის დროს სუფთა პოლიტიკურ ჭრილში დამისვამ შეკითხვას, იმიტომ რომ მაინც ავარიდებ თავს და მინდა ვისაუბროთ პოლიტიკის და ეკონომიკის ჭრილში კავშირზე და მაგაზე მე მზად ვარ, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, აი თქვენ ყველაზე მე მარტივად და ცხადად აი დაამანახეთ პირადად მეც და სხვებსაც, რომ ბიზნეს თავისუფალი თუ არ იქნა, ვერ განვითარდება. ახლა თქვენ ბრძანეთ 1/3 ექსპორტი გვაქვს და 2/3 გაგვაქვს. დაუშვათ ერთი ვაგონი, შემოგვაქვს 2 ვაგონი. ესეც ხელისუფლების ბრალია, იცით? წინასწარ მათ უნდა დაეკეგმათ ეს, რომ მაქსიმალურად თვითკმარი გამხდარიყო ჩვენი ეკონომიკა. ანუ ძირითადად ეს შეეხება აგრარულ სექტორს და გადამამუშავებას დაუშვათ ასურსათისა, მაგრამ არ ყოფილა ესეთი გეგმა. სხვათა შორის არავინ არ აკვირდება ამას სერიოზულად და პირველი თქვენი ყავით ვინც ეს თქვი და მე იმიტომ დამამახსოვრდა თქვენი ეს შეძახილი. ბიზნესი არ უნდა ემსახურებოდეს ხელისუფლებას, ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს და ახალისებდეს ბიზნესს, რომ ის 60%, 66% შემოსატანი საქონლისა შემცირდეს. სტრატეგია ეს არის. ახლა მე სატრაბახოდ არ ვიძახი, 3 წელი მუშაობდი საგეგმო კომიტეტში და ვიცი რა არის ეკონომიკა. თუ კი ხელისუფლებას უნდა ძალიანაც ადვილად მიახსენებს იმას, რომ თუნდაც ესე ვთქვა და ვალუტა არ გავიდეს იმდენი სურსაზე, რამე თუ აქაც შეიძლება ამის წარმოება. ეს გადალახა, იცით, აი 50-იანი წლების ბოლოს თურქეთმა ძალიან ბევრმა ქვეყანამ გადალახა ესა. ჩვენ რატო ვზივართ ერთ ადგილზე? აი კტეპლით ერთ ადგილს, იმიტომ რომ ხელისუფლება ცენტრალიზებულია, ცენტრალიზებულ ხელისუფლებას სჭირდება აი მაბატია თავ შედარებისთვის აი დამონებული ბიზნესი. მე ამოვნა რომ თქვენ და თქვენი 2000-2400-მდე კოლეგა აჯანყდით, ეს აჯანყებაა. თქვენ არ გინდათ ის, რაც მიღებული იყო ეს ბოლო 20 თუ 30 წელი. და ეს კარგი, ეს რევოლუციური გარღვევაა. ბიზნესმა თავისი თავი და თავისი მომავალი ქვეყნისა უნდა გააერთიანოს და ეს ამ თავარი ამოსავალი. მე ვფიქრობ, აი სწორედ აი ამ სარეოლუციო განწყობისა ნოემბერ-დეკემბერში ეს გამოაჩინა. ჩვენ როდენდის უნდა ვიყოთ მართლა სხვების კმაყოფაზე და რაღაცა 20 და 30 წელია არ აქვს ხდება კრედიტების გადახდა. აი ესაა გასაკეთებელი და ხელისუფლებას არც აქვს ამის სურვილი. და თქვენგან წამოვიდა ეს ინიციატივა, რომ ჩვენ მივხედოთ ქვეყანას. ეს კარგია. აი მოგიწევთ ადრე თუ გვიან, ნამდვილად ვიცი რომ ახალი ხელისუფლება გვეყოლება. მათთან კოლეგიალურად და მე თუ მკითხავთ აკადემიურად უნდა გაიაროთ ყველაფერი. ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს, რომ ნაკლები, ესე ვთქვა, თანხა წავიდეს შემოსატანად საქონლისა, რაც არ გვაქვს და რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს უნდა გავაკეთოთ. გასაკეთებელია. ხა მე მახსოვს აი 2012 წელიწადს ღარიბაშვილმა ხორბლის წარმოება უნდა იყოსო მაქსიმალურად გაზრდილიო. ამ დროს იუნესკო და ყველა იძახის მაგას, რომ ხორბალს უნდა აწარმოებდეს ყველა ქვეყანა, რომ ამ მსოფლიო ბაზარი ვერ აკმაყოფილებს. ერთი სეზონი იყო, რომ რა თუ მეხსება არ ყოლატობს 380,000 ტონა ხორბალი ვაწარმოებდა და მე გაიყინა ეს ინიციატივა თქვენგან არის. რომ ეს გადაიხედოს. მე ეს მომეწონა თქვენს აი ამ დღეების საუბარში. ყველა გავიჭედებით, თუ კი ჩვენ არ შევამცირებთ იმპორტს და არ გავზდით ექსპორტს. აი ეს უნდა აკეთოს ხელისუფლება და რა უნდა გააკეთოს კობახიძემ, რა იცის ეკონომიკის, არაფერი არ იცის. ხა არ მინდა სხვაგვარებიც თქვა, არ შეიძლება დილეტანტი იყოს. ესე თქვა საჭესთან მჯდარი. მან ეს უნდა გააცნობიერო, რომ ნაკლები უნდა გავიდეს ვალუტა და ვერ კეთდება ეს. არავის არ აინტერესებს და იმიტომ მე გამიხარდა თქვენი ეს ინიციატივა. ამ ქვეყანაში განსხვავებული აზრი გახდა დასჯადი რა. კრიტიკა დასჯადი გახდა, რა სწორი ხართ. კრიტიკა არავის არ მოწონს. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ბიზნესი ყოველთვის ესე ვთქვათ ოპოზიციაშია მთავრობასთან, იმიტომ რომ ბიზნესი არის მთავრობის მაკონტროლებელი. ჩვენ
ბოლო 12 წლის განმავლობაში 4 და 5%-იანიც დაგქონდა ეკონომიკის. არაფერი არ არის. ბოლოს ეხა არ მინდა ხთავს რო იქებენ ბოლო 2 წლის განმავლობაში 7-ზე და 8-ზე ავედითო. ეს გამოიწვია იმ ფაქტორებმა და მოცემულობამ უკრაინი-რუსეთის ომზე და სიღრმეებში თუ შევალთ რა, ეს არ არის მთავრობის დამსახურება, ეს მოხდა ბუნებრივად ბევრი ადამიანის და ფულად რესურსის გადაადგილების მიზეზია. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვინდა რომ ეკონომიკა გავზარდოთ, ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ. როგორ მოვიზიდავთ ინვესტიციებს თუ ინსტიტუციები არ მუშაობს ქვეყანაში? სასამართლო, ეხა ამ პროცესებს თუ დავაკვირდეთ, სასამართლო ახალგაზრდების გასამართლების პროცესში რა იყვნენ პროკურატურის ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებდნენ. ესე იგი ჩვენ და გვინდა რომ ამ ქვეყანაში უცხოელი შემოვიდეს და ფული ჩადოს, ეხა რა საწარმოები აშენდება, რა აშენდება, ესე იგი ყველაფერი ჩამოშლილია. კიდე როგორ მუშაობს ეს ქვეყანა? ეს ფიქრის სიმართლე გითხრათ. მე არ დამინახია კორუფციაში იფლობა ქვეყანა და მე არ დამინახია ერთი გახმაურებული ფაქტი კორუფციის მიერ ვინმე რო დაჟილი იყოს. პირიქით გეტყვით რა, ის ადამიანები რომელიც იქნა დასანქცივდა ამერიკის ძალოვან სტრუქტურის წარმომადგენლები და დასანქცივდა გამოვიდა კობახიძე და თქვა რომ მათ თუ რამეო ანგარიშებს გაუყინავენო ბიუჯეტიდან გაუკეთებ კომპენსაციას. ცინიკური განცხადება. ხოდა შეკითხვა მაქვს რა, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს თავისი ანაზღაურებიდან გამომდინარე, რა დანაზოგები უნდა ქონდეს საზღვარგარეთის ბანკში? ანუ კორუფციულ წაღებულ თანხაზეა საუბარი. ესე იგი კორუფციულ წაღებულ თანხას თუ ჩინოვნიკს ჩამოართმევენ, გამოდის რომ ჩვენი გადახდილი გადასახადებებიდან მეორეჯერ ესე თქვა კომპენსაცია უნდა გავაკეთოთ. ეხა სასაცილოა ეს პროცესი, იმიტომ რომ ეხა არგუმენტიც რთულია რა მაგაზე. ეგ იწვევს დაუჯელობის ფაქტორია რეალურად. აქედან გამომდინარე ვის მოწონს, ვის არ მოწონს რა. ეს თუ არ შეიცვალა ამ ქვეყანაში, ჩვენ მომავალს ვერ ავაშენებთ და რაც შეეხება იმ დიდ ახალგაზრდების არმიას, რომელიც თითქმის ერთ თვეზე მეტია რუსთავაზე დგანან. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, მე თითქმის 2/3 დრო მაგათთან ერთად გავატარე. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულები. ერთი ნაბიჯის უკან დამხევი არ არიან, იმიტომ რომ ისინი თავის მომავალს ააშენებენ. და ვინმეს თუ გონია რომ იმათი ცემით დაჭერით ესენი რამე პროცესს გააჩერებენ, ეს პროცესი გარდაუვალი, ეს უკან არ წავა. ხოლო წინ ივლის. ეხლა საუბარია იმაზე, რამდენად დავაზარალებთ ჩვენ ქვეყანას, როცა გავიგებთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის და იძულებული გავხდებით არჩევნებამდე მივიდეთ. და მე მაგას ვამბობ, რომ სამდე იძულებული გავხდებით, ჯობია რომ დროზე მიიღოს თავრობა ამის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ კიდე არის დრო იმისი, რომ ეკონომიკა ჩვენ არ ჩამოგვეშალოს და შევთანხმდეთ და დავიწყოთ თანამედროვე თავისუფალი საქართველოს მშენებლობა. ეს არის ჩემი პოზიცია. ერთ-ერთი მოქალაქის, რომელმაც 30 წლის განმავლობაში მე აქ გავჩნდი, აქ დავიწყე ბიზნესის კეთება, ბოლო 30 წელია ამ ქვეყანას მემსახურები, 300 მილიონი ბიუჯეტში აქვს ჩემ კომპანიას გადახდილი და 250 მილიონი ინვესტიცია მაქვს გაკეთებული. მე ის რომ ვიღაცა მითხრას რომ ნუ ილაპარაკებ, რაზე ნუ ვილაპარაკო რა. მე ეს ქვეყანის მშენებლობაში, ამ ქვეყნის მშენებლობაში წვლილი მაქვს მიღებული. გეთანხმებით. და ხედავ რომ პირიქით ეს ქვეყანა ხვალე შეიძლება დავკარგოთ რა. მე ვერ გავჩუმდები, იმიტომ რომ სიჩუმე იგივე ღალატის ტოლფასია და მე მგონი მარტივ ენაზე ვსაუბრობ და არავის პიროვნულად არ უპირისპირდები, არავის პიროვნულ შეფასებას არ ვაკეთებ, სიტუაციის შეფასებას ვაკეთებ, რაშიც მე ეს აზრიო გაუზიარეთ ერთმანეთს, ბევრმა ადამიანმა დამეთანხმა და ის პოზიცია, რომელიც დღეს 2400 კომპანიას გააჩნია, ახლა მოინათლა, რომ თურმე ამ კომპანიებიდან ახლა ბულინგი წავიდა, რომ ვიღაცეები რაღაც პროდუქციას რუსეთში ყიდიან რა. თავისუფალი ევროპის ბაზარია, ყიდიან რუსეთშიც, ყიდიან ამერიკაშიც, ყიდიან ევროპაშიც. დივერსიფიკაცია რო გვინდა რომ მეტი ევროპაში გავყიდოთ, იმიტომ გვინდა რომ ევროპას დავუახლოვდეთ და ნაკლები გავყიდოთ, იმიტომ რომ არასტაბილური ბაზარია და გამოიტანეს სიები, მაგ სიებზეც მინდა გითხრათ რომ არაკანონიერი წლომა იყო, იმიტომ რომ არა აქვს არავის მაგ ინფორმაციას ტომის უფლება. საკითხავია, საიდან მოხდა მედიის ხელში და ვინ მიიტანა? იმიტომ რომ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია. კიდე ეგ მეორე, ანუ ყველა ინფორმაცია ესე ამათვის ესე იგი შეუძლიათ რომ აიღონ, ყველაფერი გაასაჯარაონ, ყველაფერი საიკითხო.
და ამ დროს ჩვენ გვეუბნებიათ, რომ წაკითხulis შინაარსი არ გვესმის, ბულინგის მსხვერპლი ვართ და ანუ არ ვიცი კიდე რაზე ვისაუბროთ და საბოლოო ჯამში ვერც ითვლიან ამ ხალხს ან 800 ეძახიან, ხან 500 და ხან 1000 რა. და 800-ის და 1000-ის რო იყოს იმ ადამიანების აზრი არ არის გასათვალისწინებელი? რა თქმა უნდა, არის, რა სამოთ. თუნდაც ის რომ ერთ იმაში ორგანიზაციაში 500 კაცი ან 300 რომ მუშაობდეს, 2400 ძალიან დიდი ციფრია და ვერ ხდებიან. აი ფუნდამენტალური თემა ეს არის, იცით? ხელისუფლებას თავში უვარდება და უნდა ყველა მართოს, მათ შორის ბიზნესიც. ეგაა ნამღუპელი და 12 წელი ესე არ მუშაობთ ჩვენ ყველანი. აი აბსოლუტურად ყველა საკომანდო სიმაღლეებს ხელისუფლება აკონტროლებს. ეს უნდა დამთავრდეს. მე ისე მიყვირს, იცით, ან წაიკითხონ წიგნები, კაცო, ამერიკაში თავისუფალია ბიზნესი. ყველა ხელს უწყობს. თელს ევროპაში ესეა, მე თუ მკითხავ ზამბერო განვითარებად ქვეყნებში ოღონდ ბიზნესი ამუშავდეს და ყველა უწყობს ხელს და ჩვენ ისე ჩარჩენილი ვართ იმ კრეტინულ 90-იან წლების დასაწყისზე და ეს უნდა დამთავრდეს. მე მართა მახარებს გულწრფელად გეუბნებით კახარო, აი ესეთი მართა როგორ გითხრათ რა ეს ზუსტი და ესე თქვა ცხრიანში მოსარტყამი ლოზუნგებით გამოხვედით თქვენ და ესაა მთავარი. ჩვენ არ უნდა მემსახურებოდეთ ხელისუფლებას, ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს ბიზნესს, უნდა ემსახურებოდეს ხალხს და მე ისტორია განსხვისმა და დღეს ჩვენ ამ ფაზაში ვართ. აი ხა მე არ ვიცი, ძალიან ცივა დღეს, აი ხა ფეხი წავედი მაღაზიაში და ცივა, საშინელი სიცივეო, დავსუს ხა. მეც გეტყვით, ღამის 12 საათზე პიკი არის. ყველაზე დაბალი ტემპერატურა ღამის 12-დან 4-მდე, 5-მდე გრძელდება და ამ დროს ათეულათასობით ხალხი დადის. რატომ? აი ჩიხში შეიყვანა თვითონ ამ ხელისუფლებამ და არ არის მარტო ამ ხელისუფლების ბრალი. ალბათ ჩვენი აი საზოგადოება არ ითხოვდა ხელისუფლებისაგან განესაზღვრა მისთვის საზღვარი, საიდან სადამდე შეგიძლიათ მანევრირება. აი სანამ არ დაემშვიდობება ბიზნესის გაკონტროლებას და დაჩვორებას მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, იქამდე არაფერი არ გვეშველება და ღმერთის ნება რაც ხდება. 2400 ბიზნესმენი თუ კი დგას ქართველ ხალხთან, ქართველ ხალხს ვერ მოუგებს. თქვენი აზრი და 2 წუთი დამრჩა. და უნდა გაესახა და რეკლამაზე გავიდე და რას უსურვებდით ქართველ ხალხს 25 წელს, 2025 წელს. არის ხომ რაც მე მინდა რომ პირველ რიგში არის გამონათქვამი რომ რაც არ კლავს ის გვაძლიერებს რა. მე მინდა რომ ქართველ ხალხს ერთი რამე უსურვო რომ ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიკამათოთ, განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ერთია რომ სამშობლო ერთი გვაქვს და ამ სამშობლოში ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ. მიუხედავად პოლიტიკური ესე თქვათ გემოვნებისა რა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვინდა რომ ერთად ვიცხოვროთ და ერთი და სამართლიანი ქვეყანა ავაშენოთ, რამდენადაც მწარი არ უნდა იყოს სიმართლე, ერთმანეთს უნდა უთხრათ პირდაპირ, უნდა შეგვეძლოს კამაჩის მონაწილეობა და შესაბამისად, სადაც საღი აზრია, იქ ერთად უნდა დავდგეთ რა. იმიტომ ჩვენ გვიჭირს ეს შემთხვევაში ველოდებით და ეკრანებიდან ვაკვირდებით და გონია რომ ვიღაცა მოვა და ჩვენ გასაკეთებელს გააკეთებს. არა. სანამდე ყველა მოქალაქე არ გაითავისებს რომ საკუთარი სახლი კი არ მთავრდება საკეთზე შიგნიდან რო კეტავს და მე პადიეზდი რო არის ბოდიში ნაგვიცავს რა სამდე ჩვენ არ გავითავისებთ რომ ის პადიეზდი ჩვენია ის ქუჩა ჩვენია და ის ყველა ტკივილი რომელიც სხვა ადამიანს ადგება იმიტომ რომ მე ისევე მტკივა იმ ბავშვების ტკივილი როგორც მათ მშობლებს და ვერ წარმომიდგენია ბატონო დავით რომ მე რო ყოფილიყავი იმათ ადგილზე, მე ვერ წარმომიდგენია მშობლების ადგილზე, რას მოვიმექმედები და იმიტომ რომ არ მინდა რომ მაგათ ადგილზე ვიყო, ამიტომ მინდა რომ ეს ყველაფერი დროზე შეიცვალოს. ამიტომ ერთმანეთს პატევი უნდა ვცეთ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ყველაფერი წყენა, გულისკივილი, ყველაფერი დავტოვოთ 2024-ში და ერთმანეთს ხელი ჩავყიდოთ და ავაშენოთ თავისუფალი ევროპული ქვეყანა და მივიდეთ ესე თქვათ ევროპამდე. მივიდეთ ევროპა ის კი არ არის მაღაზიები და შოპინგი, ღირებულებებზეა საუბარი. ღირებულებებზე და იმ ინსტიტუციებზე, რომელიც პირველ რიგში ადამიანის უფლებებს იცავთ. ვიღაცას ევროპა გონია რომ წავიდა და იშოპინგა და კარგ რესტორანში შევიდა და უნდა გაიგონეს რომ ის არის ღირებულებებია და ამ ღირებულებები
წინაპრებმა აირჩიეს და ვერავინ ვერ შეცვლის ამას. გეთახმებით. ვიღაცა თუ გვართმევს, ამისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ რა. აი კახა გულწრფელად გეუბნებით დაიწყო უკვე ეს ბრძოლა და ეს ბრძოლა სით გამარჯვებამდე მიგვიყანს. კარგია იცი და ისტორიულ წილში რო უყიდები მარტო ეხლა აგერ 32 წელია თუ არა ვცდები რაც დამოუკიდებლები ვარ და ეხლა დაიწყო ბიზნესმა რეალურად მოთხოვნა იმისა რასაც ადრე თითქმის ვერან ვერ ბედავდა და მახარებს რომ 2400 ქართველი ჯარისკაცი ხარ დამდგარი დასაცავად ძალიან კარგს აკეთებ ბიზნესი პირიქით უნდა ემსახურებოდეს ბიზნეს ხელისუფლება და შესაბამისად თქვენ ამოქაჩავთ მე ეკონომიკას და ვერ ხვდებიან ესენი ჩარჩენილი არიან აი საბჭოთა რაღაცნაირად აი კრიმინალური ის იყო საბოლოო ჯამში 90-იანი წლების დასაწყისით ეს უნდა დამთავრდეს ადამიანის პატივისცემაც უნდა ვასწავლოთ ამ კრეტინებს ადამიანის უფლებების დაცვაც უნდა შევაგუოთ და გამოხატვის თავისუფლებისას რაც დაირღვა ის დასაბრუნებელია და მახარებს რომ თქვენ აი 2400 ქართველმა მოლაშქრეებმა გააპროტესტეს ყველაფერი ეს. მადლობა თქვენ ამ საუბრისას და გულწრფელად გეუბნებით კახა ბატონო ყოველთვის ფასეული იქნება თქვენი გუნდის შეფასებები ამა თუ იმ საკითხზე და დარწმუნებული ვარ ყველა მედია სივრცის კარები ღია იქნება თქვენთვის და მათ შორის ჩემის როცა თქვენ დაგჭირდებათ მიმართოთ ხალხს სიამოვნებით დაგითმობთ ეთერს უანგაროდ და პატრიოტები დღეს თქვენ ახართ იცით თქვენ ყველაზე მთავარში დგეხართ რაც გადაარჩენს ქვეყანას ბიზნესია ბიზნეს აღარ უნდა ხელისუფლებისგან აბრძანებების გაცემა და თქვენ ახართ აი ეს გასაღები მომავლისა ქართული თავისუფალი ბიზნესი გაათავისუფლებს თელ საქართველოს ასე ვფიქრობ მე და იმეც ვიტოვებ ჩემო კახა თქვენს ასეთი განწყობით ბრძანდებით გილოცავთ ბატონ დავით დამდეგს ულოცავთ თქვენ მაყურებელს და უსურვებ ყველას თქვენს და თქვენ მაყურებელს რომ 25 წელი ყოფილიყოს თავისუფალი ყველა თქვენთაგანისთვის გვეცხოვროს თავისუფალ და ესე თქვა სწორგზაზე დამდგარ ქვეყანაში ჩვენ ერთმა გისვინათ ამას მოვერევით პრობლემა არ არის სიმართლე ყოველთვის პოულობს კალაპოტს როგორც მდინარე რომ მდინარე თუ დააგუბე შეიძლება ღვარცხოფი გამოიწვიოს და მე არ მინდა რომ ამ სიმართლეს გზები ჩაუკეტონ იმიტომ რომ შეიძლება მაინც გავალთ ბოლოში, მაგრამ შეიძლება უფრო ძვირი დაუждდეს ქვეყანას გულისხმობ ეკონომიური კუთხით და ესე ვთქვათ, არ მინდა რომ იგივე მოსახლეობაზე ეს კიდევ ერთხელ გადაიაროს და მადლობა იმისთვის რომ რაზანეთ ხახა პირიქით მე ერთში ხვდები, იცი და ერთ ხვდები რომ ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ჩვენ მართა გავიმარჯვოთ ჩემო ხახა. მადლობა რომ ჩემი სტუმარი ბრძანდებოდით. მადლობა დაგველოდეთ ხალხო პატარა რეკლამა და ძალიან საინტერესო იქნება აგია ბუღაძესთან საუბარი. დაგველოდეთ.